თემა რა არის? რატო სწორად გაიხსნა? რატო არის სწორი კითხვა? სად არის ნიკოლოზ რაჭველი? იმიტომ რომ ნიკოლოზ მემანიშვილი რაჭველი, აღარა მემანიშვილი რაჭველი, ბოლო სტატუსი მე მისი რაც მაქვს ნახი, ეს მე არ ვამბობ ბოლო ეს დაწერა, მაგრამ მე რაც ჩემამდე რაღაც მოაღწია. იყო ის რომ ეხლა უკვე ძალიან ცხადი არის რომ არც ერთ ხოცო ნათესავიდან მეგობარია თუ რაღაცაა და ასე შემდეგო აღრანაირი ურთიერთობა მათთან აღარ უნდა გავაგრძელოთ. ანუ ეს იყო მისი მკაფიო პოზიცია. უცებ ძმაო აგერ ის რა ქვია დოი იწყებს რევოლუციას. დოი აღმოჩნდა კაცი. სად არის? ნიკოლოზ. სად არის? კესკესე, სად ახარ? და უყურე ხა თემა რა არის? ერთი ვარიანტი არის ის რომ მოძრაობა გააკეთე მიეშველე ხალხს დოის რომელსაც იყო ეგუსინდისობა რომ მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი არის და აგრძელებს ასეთად ყოფნას მიუხედავად იმისა რომ რეჟიმს ეძახის სახელმწიფოს ნიკოლოზ რაჭველიც არის სახელმწიფო ანსამბლის და შესაბამისად ბიუჯეტის სუბსიდიაზე მე კიდე ერთხელ მინდა ერთი ვარიანტი არის რომ მას არ უნდა და ეშინია რომ ეს დაკარგოს თავისი ამ რევოლუციური ქმედებებით და მეორე ვარიანტი რომელიც ვარიანტი არ არის რომელიც მე სარწმუნო ასეთ თემებზე რომ დაეჯერება ეგეთმა ადამიანმა ისეთი გარემოცვიდან მითხრა რომ მას აქვს ნიკა გვარამიასთან შესაძლო დაპირისპირება რატო ამ თემებთან დაკავშირებით ეგორი ერთმანეთს გავს ამ რევოლუციურ თემებთან დაკავშირებით იმაზე რევოლუცია არა რევოლუცია არ უნდა კი არა ის რომ ნიკა მემანიშვილს უნდა რომ თან შეინარჩუნოს ეს თემა და თან ისე იაროს რომ Facebook სტატუსი იყოს ანუ თევზით რომ დაიჭიროს და საინტერესო ადგილზე რომ დაჯდეს ხო და ეს არის ორი ვარიანტი მოდი ახლა მესამე ვარიანტიც ბარემ დავაგენერიროთ რა შეიძლება იყოს გაციებული გრიპია დოი გარეთ დგას გრიპია გაციებული შესწივდა? არა, სტკივა. არა, მოდით კიდევ ერთი და მოვჭრით რა. მე ნიკამ უნდა დააფიქსიროს ამ დოის რევოლუციაში რა როლი აქვს. თეატრი. უყურე ბოდიში, თუ ამ შემთხვევაში დოი არის ჟაკ დემი, მას სჭირდება მიშელ ლეგრანი.